საბჭოთა ოკუპაციის დღეს გომელაურის უწყების თანამშრომლები აგრძელებენ იმ მოქალაქეების დაჯარიმებას და საჯარიმო ქვითრების მიტანას სახლებში, ვინც უწყვეტი პროტესტის მონაწილეა და რომლებიც აპროტესტებენ ქვეყნის გარუსებას და ქვეყნის ევროინტეგრაციას ითხოვენ. მაგალითად, მე-10 და მე-11 ჯარიმა, ორი ჯარიმა ერთად დღეს დილით მიუტანეს ნიკა ნარსიას და ჯამში მას აქვს 11 ჯარიმა გამოწერილი, 11-ვე არის გზის უკანონო გადაკეტვაზე და თუ ის ამ ჯარიმებს გადაიხდის, მისი სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 55,000 ლარი შევა და როგორც ნარსია ამბობს, ეს არის ფინანსური ტერორი და განზრახვა ქართული ოცნების მხრიდან, რომ მოქალაქეები რაც შეიძლება მეტად დაიზაფრონ, დაშინდნენ და აქციებზე აღარ გავიდნენ, თუმცა ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ უკანონოდ გამოწერილი ჯარიმების გადახდას ის არ აპირებს და შესაბამისად ამბობს, რომ ქართული ოცნება საწადელს ვერ მიაღწევს. უცნები ხო არ გამოყვარგელებას. ეს მიაციანი. უცე მოვაწერ ხაზ და ჩავარდა. ვიცი, მიაციანი ახლა. ალბებული ვარ გაგაცნოთ, რომ ეს ფაქტი ეხება 2021 თებერვალს. ქალაქ თბილისში რუსთაველის განძრეზე პარლამენტის შენობის მდებარე ტერიტორიაზე კეტავდით თქვენ ნიკოლოზ ნარსია გზის სავალნაცვლს გადმოგცემთ. ასევე უნდა გაგაცნოთ მეორე ქვითარი. რომელიც ეხება უკვე 22 თებერვლის ფაქტს. ეს თქვენ ორი ქვითარი არის. ბატონო, დილით იღვიძებ 8 საათზე 7-ზე მიდიხარ და ოჯახში მიგავს 10,000 ლარის ჯარიმა. ანუ ეს არის ანტერორიზმი მართლა. თან გზის გადაკეტვის გამო, მიტინგზე ყოფნის გამო და იმის გამო, რომ უბრალოდ რუსთაველზე დგას ადამიანი, მეტი არაფრის გამო. 10,000 ლარი. ანუ ორი ჯარიმა მიგავს ერთად. ანუ რა სინდისი გაქვს, ანამუსი გაქვს, აი როგორ მიგავს, ხო? წარმოიდგინე იგივე შენ თავზე. და პლუს ამას მე მაქვს 11 ჯარიმა, ანუ 55,000 მაქვს გასახდელი. რასაც რა თქმა უნდა არ ვაპირებ აგარახტას. გავასაჩირებ. დაჯარიმებულია დათო გორგილაძეც 5,000 ლარიანი ჯარიმა, ის 5,000 ლარიანი ჯარიმა მას ჩააბარა საპატრულო ეკიპაჟმა, ორმა ეკიპაჟმა გააჩერა მისი მანქანა, როგორც ამბობს, სავარაუდოდ მისი ნომრები წინასწარ ჰქონდათ გადაცემული პოლიციის წარმომადგენლებს და რამდენიმე წუთიანი დაყოვნების შემდეგ ჯერ თავიდან უთხრეს, რომ უნდა ზედაპირულად შეემოწმებინათ, შემდეგ ვითომ ალკოტესტზე უნდა გადაემოწმებინათ, თუმცა ალკოტესტის ნაცვლად მას მიუტანეს ჯარიმა და გორგილაძეც თulis, რომ ეს არის ფინანსური ტერორი წნეხი ქართული ოცნების მხრიდან, რადგან მათ დაკავებებით ვერ შეაშინეს მოქალაქეები, ვერ შეაშინეს სახლებში მივარდნით უკანონო პატიმრობით და ახლა ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარიმა გამოუწერონ მოქალაქეებს და ამ გზით შეაფერხონ ისინი და აქციებზე მონაწილეობის სურვილი დაუკარგონ. ეგეთი დრო დაგვიდგა, რომ ეს 5,000 ლარიანი ჯარიმები და ზოგს უფრო მეტიც, იმიტომ რომ რამდენიმე მიზდის დამოკლეს מחვილივით ჩამოკიდა ქართულმა ოცნებამ, საქართველოს მოქალაქეებს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების თავზე. ჩემი დაჯარიმება ოდნავ განსხვავებული იყო, იმიტომ რომ აი კარგ სტაჟიან კრიმინალებს რო შეეფერებათ, ისე ამომიდგა ორი პატრულის ეკიპაჟი გადამაყენებინეს, მე ერთი წავიდა, სხვა მოვიდა. ნუ სტანდარტული შეკითხვები ჰქონდათ, ორი ეკიპაჟი არ ჭირდება ადამიანის შემოწმებას. აღმოჩნდა, რომ ჩემი მანქანა ძებნაზე ყავდათ გადაცემული თუ დაკავებაზე და ამ ალკოტესტის დაცვლად დაბრუნდნენ 5,000 ლარიანი ჯარიმით, მითხრეს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის 174 მუხლით ვარ დაჯარიმებული. ეს იყო და ეს ჩემი ჯარიმა ჭირსაც წაუღია და ინდივიდუალურად ამაზე არ არის ლაპარაკი. საუბარია იმაზე, რომ მართლა დამოკლეს מחვილივით ჩამოკიდეს ადამიანების თავზე ეს ყველაფერი და არის ბონუსად მოყვება ეს ყველაფერი ქართულ ოცნებას. მოქალაქეებს მისდით ჯარიმები არა მხოლოდ გზის უკანონო გადაკეტვაზე და მაგალითად რუსთაველის გამზირზე დგომის გამო, არამედ შესაძლოა ისინი დაჯარიმდნენ ზებრა გადასასვლელზე გადასვლის გამოც და ახლა მოვისმენთ ამ კომენტარებსაც, როცა მოქალაქეებს უწევთ სასამართლოში მისვლა და ჯარიმის დაკისრება იმის გამო, რომ ზებრა გადასასვლელზე საპროტესტო აქციის დროს გადადიოდნენ. მაგალითად ნინა ჟვანია არის ერთ-ერთი, ვინც დააჯარიმეს იმის გამო, რომ აქციაზე აგროვებდა
ხელმოწერებს ის სხვა ახალგაზრდებთან ერთად რუსაველის გამზირს და აგროვებდა მოშიმშილე პატიმრისთვის თემურ ქათამაძისთვის ხელმოწერებს, იმიტომ რომ სინდისის პატიმრისთვის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ეთხოვა რომ შიმშილობა შეეწყვიტა და ასე გაეგრძელებინა ბრძოლა, თუმცა ამის სანაცვლოდ ახლა მას საპასუხოდ ქართული ოცნების ხელისუფლებამ 5,000 ლარიანი ჯარიმა გაუგზავნა. 21 თებერვალს მე და ჩემი მეგობარი ვაგროვებდით თემურ ქათამაძისთვის მანიფესტს, ესე რომ ვთქვათ, ხელმოწერებს, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, დავდიოდით მოკლედ ხაზშიც, ღერძულასთანაც, ეს ამას ვუკავშირებ რეპრესიულ რეჟიმებს, ცდილობენ რომ შეგვაშინონ, დაგვაშინონ, მაგრამ რა ვიცი, მე პირიქით ისე იმ კაცს ვუთხარი, რომ მეთქი მე უხერხულებოდა რომ აღარ მირეკავდით თქო, იმიტომ რომ ესეთი კარგი ზარი დიდი ხანია არ მიმიღია, საერთოდ არ მერვილობ, აუცილებლად გავასაჩივრებ და არც ერთხელ არ მიმიღია მე მგონი მონაწილეობა უშუალოდ გზის გადაკეტვის პროცესში. ყველა ჯერზე რუსთაველზე ვიდექი მას შემდეგ, რაც უკვე გადაკეტილი იყო გზა და საპატრულო პოლიციას ჰქონდა მათ შორის საპატრულო ეკიპაჟებს ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობა გადაკეტილი. ამიტომ თავისთავად ეს ბრალდება აბსურდულია. ცხადია ეს ემსახურება ადამიანების დაშინებას, ემსახურება მათ შორის პროტესტის მონაწილეების ეკონომიკურად წელში გატეხვას. 10,000 ლარი ორი დღის იმაზე დამწერეს ჯარიმა. ბათუმში 4 რიცხვში სასამართლომა ველოდები გზის გადაკეტვაზე ზებრაზე გადავდიოდი და როგორც ჩანს ზებრაზე გადასვლა ყოფილა გზის ხელოვნური გადაკეტვა. დაშინებას ცდილობენ, ფიქრობენ რომ ვიღაცები უბრალოდ შეფერხდებიან გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ შენივრად ვიცით რომ 5,000 ლარი თუნდაც იმ პირობებში რასაც ესენი ამბობენ საშუალო ხელფას მაინც რთულია გადაიხადო კი არა შეუძლებელია, მაგრამ ოდესაც უკვე 5,000-ად ცდება 10-15-20 და ასე მეტის ჯარიმები, ადამიანს უკვე ფინანსური კრიზისი ეწყება. არიან ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული უკანონოდ, ასე ვიტყოდი, ამ ადამიანებს ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ თუ გავჩერდებით, ამ ადამიანებს ეს იმედიც გაუქმებათ. შესაბამისად, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. დაჯარიმებულია სინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამა, მას მესამე ჯარიმა მიუტანეს, ასევე დაჯარიმებულია პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე და მეექვსე ჯარიმა ჩააბარეს დღეს დილით ნადიმ ხმალაძეს. ყველა თვლის რომ პოლიცია იქცა პოსტალიონად ქართული ოცნების ხელში და აიძულებენ მათ რომ მოქალაქეებს დილით ადრე ან გვიან ღამით სახლებში დაადგნენ და მიუტანონ საჯარიმო ოქმები და თვლიან რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს ქართული ოცნება ახლა იყენებს ერთადერთი მიზნით რომ დააშინონ მოქალაქეები.